Ქალბატონო მარიამ მოგესალმებით. თუ შეიძლება წარმოადგინეთ აღნიშნული პროექტი და როგორ დაიბადა ეს იდეა საერთოდ, როგორ განვითარდა და როგორ მიიღო დღევანდელი სახე. მადლობა შეკითხვისთვის, ბატონო კახა. ეს იდეა დაიბადა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. გაგვიჩნდა იდეა მე და ქალბატონ თამარ ლუქჯანიძეს, უბრალოდ იდეის ავტორი გახოთ ქალბატონი თამარ ლუქჯანიძე, რომელიც არის ჩვენი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი. და მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო გათვითცნობიერებული და აღჭურვილი მცოდნით და უნარებით, პრაქტიკული უნარებით პირველი გადაუდებელი დახმარების საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის, მეტი თანატოლის, როგორც განათლება, ასევე გადარჩენა მომხდარიყო საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე და აგერ უკვე მესამე სეზონი არის, მესამე ნაკადს ვუმასპინძლეთ, რომელიც უკვე ერთი კვირა არის დაიწყეს რომლებმაც სწავლა და იმედი მაქვს რომ წარმატებული იქნება და დიდხანს გაგრძელდება და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იქნება განათლებული ამ მიმართულებით. ჩვენ ვესაუბრეთ დღეს თქვენს სტუდენტებს, ბავშვებს, რომლებიც არიან 17-18 წლის, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სკოლებს. და ბავშვებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოავლინეს აი ამ თავარი თემის გადაუდებელი დახმარების მიმართ. თუ შეიძლება აი გითხარით არსებული პროექტი რა ცვლილებებს შეიტანს აი ამ ბავშვების მომავალში. რას უნდა ველოდოთ უშუალოდ აი ამ მიზნობრივ ჯგუფში. კი, ნამდვილად ეს სეზონი გამოირჩევა ცოტა წინა პირობას ვიტყვი გამოირჩევა მრავალფეროვნებით მოსწავლეების. და ამ ეტაპზე ყავს პროექტში ჩართული არის 6 საჯარო სკოლის და 19 უბრალოდ 6 კერძო სკოლის და 19 საჯარო სკოლის მოსწავლე. რაოდენობრივად სხვადასხვა ამ ეტაპზე 51 მოსწავლე ყავს ჯგუფში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გავლენა იქნება ის, რომ გარდა იმისა, რომ ეცოდინება პირველი გადაუდებელი დახმარების უნარები, ის ნაკადია, ის ასაკია, როდესაც ყალიბდებიან და ხედვა ექმნებათ, ვინ უნდა რომ იყვნენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშეწყობა ბავშვებისთვის იქნება ის, რომ უნდათ თუ არ უნდათ მედიცინა, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი, დაუკავშირონ თუ არა ამ ძალიან საინტერესო დარგს და იმედი მაქვს, რომ უმეტესობა მათგანი ჩვენი მომავალი კოლეგა იქნება. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აი ამ პროგრამას სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს და ეს არის მართლა ძალიან საინტერესო, ეს არის გარკვეულწილად ქველმოქმედებად შეიძლება ესე ითქვას. და მე მაინტერესებს აი თქვენ როგორ ფიქრობთ აი ამ პროგრამის მომავალში გაზრდას აპირებთ თქვენ ბრძანეთ რომ დღეს 6 სკოლა ღებულობს მონაწილეობას და მე მიჩნდება ესეთი აზრი რომ ეს უკვე ბრენდად ჩამოყალიბდება სულ მალე ეს პროგრამა და ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ალბათ მოუნდება არა 6 სკოლას, არამედ მთელი საქართველოს სკოლებს. და ფიქრობთ აი იმაზე, აი მომავალ გამოწვევაზე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა თქვენ პირადად, ქალბატონი თამარ ლუქჯანიძე, ვისაც ეს იდეა დაებადა, ალბათ ფიქრობთ იმაზე, რომ ეს პროგრამა უკვე ბრენდად ჩამოყალიბდება და მასში მონაწილეობის მიღება ბევრს მოუნდება ძალიან მალე. დიახ, ერთ შესაძლებელში შევიტან 6 კერძო სკოლა და 19 საჯარო სკოლა. ანუ მთლიანობაში 25 სკოლას მოვიცავთ ამ ნაკადზე. რაც შეეხება გაფართოებას, რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა რომ რეგიონში მაცხოვრებელი მოსწავლეებიც ჩაერთნენ და ამ სეზონზე მინდა აღნიშნო, რომ 2 მოსწავლე ყავს თბილისთან ახლოს მდებარე რაიონებიდან, ბოლნისის რაიონიდან არის და გარდაბანის რაიონის საჯარო სკოლიდან წარმოჩენილი სართიჭალა და კაზრეთის, დაბა კაზრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყავს თითო ამ ეტაპზე, თუმცა იმედი მაქვს, რომ უფრო გაიზრდება ნაკადი, ინტერესი არის ნამდვილად და რა თქმა უნდა მიზანი გვაქვს გავაფართოვოთ ჩვენი პროექტი, გავიდეთ რეგიონებში და რეგიონში მაცხოვრებელი მოსწავლეები უფრო მოკლებული არიან ასეთი ტიპის აქტივობებს და ძალიან გვინდა რომ ეს თანასწორობა იყოს დაცული და რაც შეიძლება მეტი მოზარდი
არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით იყოს განათლებული პირველი გადაუდებელი დახმარების უნარების დაცოდნაში. თქვენ მომავალ კვირას გაქვთ უკვე გამოცდები არსებული ბავშვების აი ამ პროგრამის მიმართ. და ვფიქრობ, რომ გამოცდები უკვე აჩვენებს რაღაც გარკვეულ რეზულტატს, რა? ვფიქრობთ, რომ აი ეს ცოდნა შემდეგ უნდა განახლდეს ხანდახან. და ანუ თქვენი გარკვეული გამოცდილებით, როგორ ფიქრობთ, ამ ბავშვებს უჩნდებათ დიდი თავისთავად აპეტიტი აი ამ სიღრმეების მიმართ, ზოგი გახდება ექიმი და ვინც არ გახდება ექიმი, ისინი როგორ გაანახლებენ არსებულ გარკვეულ ცოდნას და უნარებს. ძალიან კარგი შეკითხვა. ამ მიმართულებითაც გვაქვს ხედვა და უკვე პრაქტიკულადაც ვახორციელებთ. ჩვენი ალუმნები ყოველთვის არიან ხოლმე ჩართული, სწორედ ამ მიზნით პირველი და მეორე სეზონის გუნდებთან გვაქვს კომუნიკაცია და მათ ვიწვევთ ხოლმე როგორც დამხმარე მენტორებად, რაც ეხმარება თავისთავად უკვე იმ ცოდნის განახლებაში მათ. ხელს უწყობს გაღრმავებაში, განახლებაში, სიახლის და მუდმივად ჩართულობაში აი ამ პროცესებში. შესაბამისად, რაც უფრო გაიზრდება და ბევრი ნაკადების რაოდენობა, უფრო მეტი კურსდამთავრებულის მოწვევის შესაძლებლობა გვექნება და იმ სიახლეების გაცნობა მათთვის ალუმნების კლუბიც გვაქვს გაკეთებული შექმნილი და გარკვეულ პერიოდულობით გვაქვს მათთან შეხვედრები სიახლეების გაცნობისთვის. უღრმესი მადლობა და გისურვებთ დიდ წარმატებას. დიდი მადლობა. თქვენი დახმარების და იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის. აუცილებლად. დიდი მადლობა. მადლობა. Hello, Heba. Hello, doctor. Please represent yourself and tell me what your mentorship means in this program. I'm Heba Hatem. I'm from Sudan, and this is my last year in medical studies. Mentoring, actually, in here we're teaching students about first aid and how can they assist people who are in injuries and anything, and also try to make it easier for them to help others. Hello everybody, my name is Faiza. I am a final year medical student, and in this program I represent as a mentor. So my job is to make sure that the students understand and receive the best first aid response, which is the core of this program, and I basically help them with anything that they require to learn. My name is Hamad Khassamna. I'm from Jordan. This is my last semester at med school. Gladly, I've been picked to be a mentor for our fellow future doctors. Basically, we are mentoring them for general health topics related to basic life supports, how to deal with patients in critical situations. As well as general vital signs, measurements. I am Ahmed Ashraf Ahmed. I am a final year medical student, 6th year. And my mentorship here is very important. As I saw from my experience now, I saw my students, and they are very, very smart people. They are very well dedicated, and they have this ambition. My mentorship here is to show them that what type of first aid they need, the basics of basic life support for the patient. And this is actually very important because they need to help others, like for example people in the street or even people in their family. And I saw that many of these people they have some medical ambition, so maybe they will go to the medical field. And I hope that I could inspire these people and teach them the basics that they need to reach their goal. Thank you very much. ხო წარმოადგინოთ თქვენი თავი და გითხრათ რა мотиваციამ გიყვანათ აღნიშნულ პროექტში. გამარჯობა, მე ვარ მელანა ჯოლაკიძე, 17 წლის 177 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. მედიცინა არის ერთადერთი სფერო, რომელშიც ჩემ თავს ვხედავ. სულ მინდოდა ადამიანებზე დახმარება, მათი სიცოცხლის გადარჩენა და მინდა რომ ვიყო მათთვის იმედი. ვგეგმავ რომ გავხდე ქირურგი და მინდა რომ ბევრ წარმატებას მივაღწიო და ვფიქრობ ეს პროექტი მომცემს იმის საშუალებას რომ დავაგროვო საკმარისი ცოდნა, განათლება და გამოცდილება იმისთვის რომ ავიღო პასუხისმგებლობა და გადავარჩინო ადამიანების სიცოცხლე.
პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ ანა ჯენიყაშვილი, 173 საჯარო სკოლის მოსწავლე, მე-11 კლასელი ვარ. პირველ რიგში ამ პროექტით იმიტომ დავინტერესდი, რომ სამომავლოდ მინდა სამედიცინოზე ჩაბარება. მთელი ცხოვრება მინდა სამედიცინო, მაგრამ პატარობიდან იმიტომ მინდოდა რომ სხვა პროფესია არ ვიცოდი რა არსებობდა. ხო და მე უკვე დარწმუნებული ვარ რომ სამედიცინოს გავყვები. მაგრამ პროფესიის გარდა უფრო მნიშვნელოვანი რაც არის ჯერჯერობით, იმიტომ გადავწყვეტი აქ მოსვლა, რომ პირველი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ მიღებულმა ცოდნამ შეიძლება ერთ დროს ვინმე ადამიანი გადაარჩინოს და მინდა რომ ვინმეს დავეხმარო და ძალიან მოხარული ვარ რომ აქ მოვხვდი და ბევრი ბავშვის და გაცნობა შემიძლია და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება და გამომადგება ძალიან. გამარჯობა, მე ვარ მარიამ მამსირაშვილი, 59 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ვარ 16 წლის. წლებია უკვე დაინტერესებული ვარ სამედიცინო სფეროში და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის ჩემი პირველი ნაბიჯი ამ სფეროს, ანუ უფრო ჩემი ცოდნის გაღრმავებისათვის. მინდა რომ დავიწყო აქედან და მივაღწიო ძალიან ბევრ მიზანს, რაც დასახული მაქვს. მინდა სამედიცინოზე ჩაბარება, ქირურგობა მინდა და ეს პირველადი დახმარების კურსები მეხმარება იმაში, რომ დავიწყო სულ თავიდან და გავაგრძელო და გავაღრმავო ჩემი ცოდნა და ამაში დამეხმარებიან ქალბატონი მანანა და ირინა მასწავლებლები და ასევე ეს პროექტი მეხმარება უფრო კარგად გამოვხატო ჩემი აზრი და უფრო ბევრი კარგი ადამიანი გავიცნო. მე ვარ მარიამ ხუხუა, 72 საჯარო სკოლის მოსწავლე და ვარ 15 წლის. სულ მაინტერესებდა ეს სფერო, როგორც აქ ყველას ამ პროექტში მონაწილე ბავშვებს და განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ანუ ჩემს ოჯახშიც არიან მედიცინაში მონაწილე, ასე ვთქვათ, პიროვნებები, მაგალითად, ბიცოლა ჩემი, ვიძა ჩემი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამან იქონია ძალიან დიდი გავლენა ჩემზე. ბავშვობიდან ამ სფეროში ვიყავი აღზრდილი და დიდი ინტერესი მაქვს ახლა ამ სფეროს სადმი. განსაკუთრებით ახლა ის სიტუაცია მინდა მოგითხრათ, რის გამოც გადავწყვიტე ზუსტად ამ პროექტში მონაწილეობა, ვიყავი საავადმყოფოში და ვაკვირდებოდი გარშემო ჩემგან ხალხს და ვიფიქრე, რომ ნამდვილად ამ სფეროს თანამშრომელი მინდა რომ ვიყო. ვუყურებდი ექიმებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ და მართლა ვფიქრობდი, რომ მეთქი მეც შემიძლია და მეც მზად ვარ ამ სფეროსადმი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა რომ ავიღოთ ჩემ თავზე. ამ პროექტში მინდა ჩემთვის გადავწყვიტო, ნამდვილად შევძლებ თუ არა და მივიღო გადაწყვეტილება საბოლოოდ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მივიღებ ცოდნას ხალხისთვის დასახმარებლად. მე ვარ ანდრია გარსოვანიშვილი, ვარ 179 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. ეს პროექტი გამოცნო მათემატიკის მასწავლებელმა და ძალიან დავინტერესდი, რადგან მინდა სამედიცინო სფეროში ჩემი ცოდნის გაღრმავება და გადაუდებელ შემთხვევაში გარკვეულპირს აღმოუჩინო დახმარება. რიგში როგორც შევთანხმდით ნებისმიერ დაზარალებულთან, რომელსაც ჭირდება დახმარება, ხო? თან ამას განსაზღვრავთ გარემოს უსაფრთხოების შეფასება, ხო? უნდა შევაფასოთ გარემო იმ საკითხების გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება იყოს საფრთხე, გარემო ჩავთვალოთ, რომ არის უსაფრთხო ჩვენთვის. ამის შემდგომ უკვე მივდივართ დაზარალებულთან, როგორ არის. ან გესმის ჩემი, ან რამე თუ ნაცნობია სახელით შეგვიძლია ჩავძახოთ და ასე შემდეგ, ხო? როცა არ არის პასუხი, ანუ არ რეაგირებს არაფერზე, ამ შემთხვევაში ვიძახებთ რას? რომელიმე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ხო? და იძახებთ უკვე თქვენ. ამის შემდგომ გვაქვს ცირკულაციის საფეხური, რადგანაც ნახულობთ პულს საძილე არტერიაზე და ამავდროულად ვამოწმებთ სუნთქვას, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 არა უმეტეს 10 წამისა ვნახულობთ საძილეზე და პარალელურად ვამოწმებთ სუნთქვას. ეს არის, როდესაც არ გვაქვს პულსის სუნთქვა, უნდა გადავიდეთ დაუყოვნებლივ, ხომ ამ 10 წამიდან გადმოვდივართ. პოზიციას ხედავთ, როგორ არის, ფეხები არის მხრების სიგანეზე გაშლილი. ჩვენი ხელები, დომინანტი ხელი უნდა დავადოთ ზევიდან, რომ თუ გირჩევნიათ ამაში შეზღუდული არ ვართ. აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს ჩვენი იდაყვის სახსარი გამართული 90 გრადუსიანი კუთხით. ნახეთ პოზიცია როგორია ამ შემთხვევაში მხრებით, ასე თქვა და ვიწყებთ თანაბარდობით 30-2-ზე, ხო? ხელი უნდა მოვათავსოთ მკერდის ძვლის ქვედა მესამედზე და უნდა მოვჭრიდოთ გული ისე, რომ მოიჭრიდოს მკერდის ძვლსა და ხერხემის ძვლოვან სტრუქტურას შორის. დავიწყეთ.
გადავდივართ თავთან და ვაკეთებთ ჩაბერებს, რომელიც მოიყურება ქუჩის პირობებში ნებისმიერ ბარიერულ საშუალებას ვიღებ, ვაფენთ პირზე და ნახეთ ცოტა გადაკარი, რომ არ შემიშალოს ისა. მოხსენეთ. ნახეთ, გავხსენი სასუნთქი გზები, ნესტოები დავახშე და პირით პირში ხორციელდება ჩაბერვის გაკეთება, ხო? უნდა ჩავბეროთ ორჯერ დროზე და მეკარი ვიცით. და დაუყოვნებლივ ვაგრძელებ მე ზეწოლებს, ხო? იცით აკარი რომ არ შემიშალოს ხელი. აი ეს. ნახეთ? ჩართე ახლა და დავიწყოთ. ისე ვაგრძელებ, ისე 30 ზეწოლა. დასრულებული ჩაბერი. თუ პაციენტი არის ბავშვი, დააჭერეთ ხილვად ბავშვი. გააშიშვლეთ პაციენტის გულმკერდი. გახსენით პაკეტიდან მიამაგრეთ პედები პაციენტს შიშულკარზე. ჩაბერვა. გავაკეთეთ. მიამაგრეთ პედები ისე რომ ჭიდროდ მიამაგრეთ პედები კანზე. ისე ვაგრძელებთ. არ შევეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. არ შევეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. შოკი რეკომენდებულია. არ შევეხოთ პაციენტს. ყველა გაეცადეთ პაციენტს. ყველანი მოცილდით, არავინ მოხვიდეთ ახლოს. დააჭერეთ მოცილმცემელი შოკის ღილვა. შოკი მიწოდებულია. დაიწყეთ ზეწოლები გულმკერდზე. ათი. 20. 30. გააკეთეთ ორი ჩაბერვა. და ისევ ვაგრძელებთ. მოგესალმებით. ჩვენ ვართ მეექვსე ჯგუფი, მე მქვია მარიამ ხუხლა და მოცემული გუნდის ლიდერი ვარ. დაგაცნობთ გუნდის წევრებს. გუნდის წევრები არიან ბათია მარიამი, გაბრიელ როგავა, ანი ბერულაშვილი, გიორგი წმინდაშვილი, რომელიც არ არის, ელისაბედ მარშანია, რომელიც ასევე არ არის და ანა მშულაძე. იმედი მაქვს, რომ მალე შემოგვიერთები. ხო, გიორგი მომწერა, დღეს საპატიო მიზეზია პროფილის გამოცდა აქვს და ამიტომ წარმატებები დიაგნოზი. და როგორც უკვე მოგახსენეთ, გუნდის ლიდერი ვარ მე. ჩვენი გუნდის წევრები ახლა ისაუბრებენ ჩვენი გუნდის мотиваციაზე, სახელზე, თუ როგორ შექმნით ის და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველ რიგში ვახსენებ იმას, რომ სახალისო ფაქტი ის იყო, რომ თითქმის ყველას გსურდა ლიდერობა და გუნდის ლიდერის არჩევაზე საკმაოდ დიდი ფიქრი იყო, მაგრამ ერთმანეთის გული რომ არ გვეტკინა, აქედან გამომდინარე, ჩვენ რენდომაიზერ აპლიკაციით გადავწყვიტეთ, რომ აპლიკაციის დახმარებით გამოვავლინეთ გუნდის ლიდერი და ჯერა დაგვწამს, რომ მარიამი იქნება საკმაოდ ძლიერი და ყველა ერთობლივად შევძლებთ ყველაფერს. რაც შეეხება ჩვენს мотиваციასა და მიზანზე ვისაუბრებ მე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ საკმაოდ მომდევრებული გუნდი ვართ და ძალიან მოწადინებულები ვართ, რათა მივახციოთ ძალიან ბევრ წარმატებას და აგრეთვე ჩვენ მიზანთან დაკავშირებით დავავლებ პარალელს, რომ გსურს საკმაოდ დიდი მონდომებით შრომითა და წინსვლით მივახციოთ იმდენს, რომ უპირველესად შევძლოთ ადამიანთა დახმარება და მათი გადარჩენა და შემდგომ უკვე ჩვენი სურვილი და მიზანი არის ის, რომ ამ პროექტში გამარჯვებული გუნდის სახელიც გქონდეს. ჩვენ დევიზ და სლოგანზე ვისაუბრებთ მე, ჩვენი სლოგანი არის სწავლეთ დღეს გადარჩენ ხვალ, და ჩვენ ძალიან მოტივირებულები და გვინდა რომ ვისწავლოთ კარგად ყველაფერი და შენებს სწორად სწრაფად გავაკეთოთ ადამიანებს და დევიზი ვქნა ჩვენ თქვენი სიცოცხლე, ჩვენი სიწრაფე ყოველთვის ვზარდ ყოველთვის წაში. და ჩვენი გუნდის სახელით ძალიან დიდი ვეცალბარი ქონდა, იმიტომ რომ ამდენი ბავშვი ვართ და ყველა სხვა აზრი ქონდა. ყველა მართლა ძალიან კარგი სახელები ქონდა მოფიქრებული და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდის სახელი ყოფილიყო Rescue Rangers, ანუ ქართულად ბავშვები რაცი. და ერთგვარად ახლა გაბრიელი შეაჯამებს ჩვენს ამ ერთი კვირის განმავლობაში მონდომებას ყველაფერს და მოკლედ ისაუბრებს იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ. Первый მუშაობთ რომ მოსულიყავ თანდე და შეგვედგინა ეს პრეზენტაცია კიდე ბევრი დრო დავხარჯეთ თამაში, ბევრი მუსიკა და ეს რაღაცას დავამატე
მანამდე ვფიქრობდი, რომ მარტო ქართული სახელი უნდა ქონოდა, თუმცა უცებ მომივიდა ასეთ, რომ ინგლისური სახელიც არის საჭირო თქვენი სტუდენტებისთვის, პროექტები უფრო ადვილი გამოსაყენებლად რომ იყოს და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინგლისური ვარიანტიც ქონოდა. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან ახლო არის, მე ვფიქრობ ეს სახელი ჩვენს თემატიკასთან, ძალიან მარტივად დასამახსოვრებელი არის და ვფიქრობ ყველასთვის ძალიან გასაგები არის, რატომაც დავარქვით ეს სახელი. დიდად ესეთი არსი არის მხოლოდ lifeline ცხოვრების ხაზი. არის თქვენ ხო? ეს ჩვენ ვარ კაპიცანი. არა, რეალობაში პრობლემაზე კი ვარ. რაღაცა და შეგიძლიათ რომ წარმოგვიდგინოთ და ზებიან წარმოთქვათ ის გაწერია. რადგან გუნდის ლიდერი მე დავიწყებ ჩემი თავის განხილვას, მე ვარ ნინო აბაძე, ვარ 15 წლის. ჩემი მიზანი აქ მოსვლის ის იყო, რომ უფრო გამახმოვებინა ჩემი ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით, უფრო დიდი ცოდნა მქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმეს ვნახავდი გარეთ, ცუდად მყოფს ან თუნდაც უხეშად, რომ ვთქვათ, ის დავაძნილს, მისულიყავი და დახმარება გამეწია. ჩემი კიდევ ერთ-ერთი დიდი მიზანი, კი არა, ხო, დიდი მიზანი იმისა, რომ აქ მოვედი, იყო, რომ სხვებისთვისაც მინდოდა ამის გაზიარება, სხვა ვინც ვერ მოახერხა აქ მოსვლა, ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ჩვენც გავუსიაროთ. მე გახლავთ ნინი მამაკიძე, ვარ 15 წლის და ჩემი მიზანი იყო, რომ გავწერიანებულიყავი ამ კურსში, რადგან აღმოჩინა და შემისწავლა სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი პუნქტის მაგვარი, რაც არის პირველი დახმარება, რათა გამეწია დაშავებულებისთვის დახმარება და ჩემი ცოდნა გამომყარებინა, რათა შემდეგში უფრო გადამეცა ეს ჩემი მიღებული ინფორმაცია სხვა ბავშვებისთვის, ანუ ჩემი მეგობრებისთვის, რათა გახდეს ცნობილი, ესე ვთქვათ, და ყველა მისწავლოს თუ რა არის პირველი დახმარება და რას წარმოადგენს იგი. მოკლედ, მე ვარ ადრიანე დოქტორიშვილი, ვარ 15 წლის. ჩემი мотиваცია პროექტში ჩართვისთვის, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ გამეწია ადამიანებისთვის პირველადი დახმარება, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველადი დახმარებას მიმაჩნია, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და მგონი ყოველგვარ კვეთილში ამაზე მყარდებით ამ მოსაწრებაში. და დიახ, ძირითადად ეს იყო ჩემი мотиваცია აქ. მოგესალმებით, მე ვარ ნანა დემურაშვილი, 16 წლის. ჩემი მიზანი, როგორც ყველასი, იყო ის, რომ განვითარდეს ეს სფეროებში, რომლებიც დამეხმარება ადამიანის გადარჩენაში. პირველადი გადაუდებელი დახმარება კი ამ ყველაფრის ძირითადი შესაძლებლობაა. მისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს ლექტორებს, ირინა, სოფიას, და ქალბატონ მანანა მაჩიტაძეს. მადლობა. მე ვარ მარია მამსირაშვილი, 16 წლის. დაინტერესებული ვარ სამედიცინო სფეროთი, რა თქმა უნდა, და მინდა რომ ჩემი, ინტერესები, რაც ინტერესი მაქვს, გავაღრმავა ეს ყველაფერი, ცოდნა მეტი მივიღო და ვფიქრობ, რომ ეს კურსი არის ჩემთვის პირველი ნაბიჯი ამ სფეროში და მინდა რომ ძალიან დიდი ნაბიჯებით წავიდე წინ და უფრო ბევრი რამ გავიგო ამ სფეროში და ვფიქრობ, რომ სამედიცინოს მართლაც დასაწყისი არის პირველადი დახმარება, რადგან ყველაზე სწრაფი მოქმედება და ყველაზე საფიქრალი აქ არის. ოკეი. მე უშუალოდ ამ თემატიკასთან კავშირში არაფერი მიწერია, მე მაგალითად საინტერესო ფაქტი ჩემზე, რომ მე რომ შემეძლოს ამერჩია დაავადება ერთ რომელს მექნებოდა, მე ავშევდი სინესთეზიას. სინესთეზია ვინც არის რა არის? არის ასე ვთქვათ რეცეპტორული ციკლის დარღვევა, როდესაც ხედველობა უკავშირდება სმენას და ასე შემდეგ. შეიძლება ხმები დაინახო და ასე ფერები და ასე. ოდნავ გამომეცადა, რა საინტერესოა. მე ვარ ჩოკოლე, ვარ 15 წლის, მალე გავხდებით 16-ის და ჩემი აზრით პირველი დახმარების ცოდნა არის საერთოდ ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რომ იცოდეს, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გამოვიყენოთ. რა პროფესიასაც არ უნდა ვიყოთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და ეს პროექტი მეხმარება თან რომ ჩამოვაყალიბო არჩევანი, მინდა თუ არა გავაგზავნო სამედიცინოთი და დავუკავშირო ჩემი ცხოვრება სამედიცინო კარიერას და ბოლოს მინდა დავასრულო იმით რომ ჩვენი ჯგუფი არის მოტივირებული პასუხისმგებლობით მქონე ადამიანების სიმრავლე, რომელთათვის მნიშვნელოვანი არის, რომ პირველად დახმარების შესახებ მივიღოთ ცოდნა, გავუზიაროთ სხვებს და ასევე დავეხმაროთ ადამიანებს, რაც არ უნდა, როგორ სიტუაციაში არ უნდა მოხვდეთ, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეს სიტუაცია და
სწორად მყისიერად და სწრაფად გაწეული დახმარება გადამწყვეტია მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის. ჩვენი გუნდის დევიზი არის be the help until the help arrives. ანუ იყავი დახმარება, გაუწია ადამიანს დახმარება, სანამ დახმარება მოვა. ეს არის პირველადი დახმარების ძირითადი პრინციპი, სადაც ანუ უნდა იმოქმედოს სწრაფად, გაიაზროს სიტუაცია, ანუ მოიხედო თუ უსაფრთხოა ეს ყველაფერი, პირველი ეს არის და შემდეგ უკვე იმოქმედო რაც შეიძლება სწრაფად და გააზრებულად, სანამ ამ საქმის პროფესიონალი სამედიცინო დახმარება მოვა. მინდა შევეძებო ამით, რომ ძალიან გამიმართლა ჩემს გუნდებში. მე არ გამოვიჩევი ამ მათგან, რადგან ლიდერი მქვია ის მას არაფერს არ წყვეტს, ამიტომაც არ გამოვყავით ჩემი განსაკუთრებულად არ გამოვყავით ლიდერად ჩემი თავი. უბრალოდ ეს რომ შუაში ვდგავარ, თუ არა ვიცი როგორც არის, ეგ არის ალბათ უფრო იმის მენიშნებელი რომ ალბათ მე ვარ უფრო ლიდერი. მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები ხიათ უკვე. პირველივე დღეს რომ გავიცანით ერთმანეთი, ისეთი შექმნება დაგვეუფლა ყველას, რომ თითქოს ძალიან დიდი ხანია ვისმოდეთ ერთმანეთს. ძალიან მარტივად ქლიქტინან ესე ვეცვათ, და დავიწყეთ ძალიან კარგად კომუნიკაცია. და ძალიან კარგი გუნდები არის. მადლობა. ფენიქსი და ჩვენი დევიზი არის სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად. გუნდის წევრები არიან მაგიყვაროს ხელი, ანა ჯიქია, ანდრია გასევანიშვილი, რომელიც დღეს არ იქნება სამწუხაროდ, ლაშა მუმალავრი და ნინა ხუმარაშვილი. ახლა კიდე უშუალოდ მინდა ნატალის სიტყვა, რომელიც ისაუბრეს, რატომ შევარჩიეთ სახელად ფენიქსი. ფენიქსი არის მითოლოგიური ფრინველი, რომელიც აღსდგა ჰერპესგან და წარმოადგენს სიცოცხლისთვის მეორე შანსს და ამიტომაც ჩვენ ვისაუბრეთ, რადგან პირველი დახმარება არის სიცოცხლის მეორე შანსის მიცემა. ასევე ახლა მინდა გუნდის წევრებს მისცა საშუალება, რომ გაგეცნოთ. ისე ნატალი დაიწყოს. მე ვარ ნატალი ყიფიანი, 17 წლის და ყველაზე მეტად მაწუხებს ისეთი სიტუაცია, სადაც ვიღაცას დახმარება ჭირდება და მე არ მაქვს ადეკვატური ცოდნა, რომ დავეხმარო მას და ამიტომაც ყოფს მინდოდა, რომ პირველად დახმარება მესწავლა. რომ ყველანაირი სიტუაციისთვის მზად ვიყო და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დახმარება გავუწევთ. მე ვარ ანა ჯიქია, ვარ 16 წლის და პირველი დახმარების სწავლა მიმაჩნია ძალიან დიდ პასუხისმგებლობად, რადგან მიწევს ადამიანისთვის მეორე ცხოვრების შანსის მისცემა. და ამიტომ მგონია, რომ როდესაც ამას ვისწავლი, ძალიან ბევრ ადამიანს გავეხმარებოდი. მე ვარ ნინა ხუმარაშვილი, 16 წლის და ამ პროექტში მონაწილეობის მიზანი პირველ რიგში ჩემთვის რაც იყო, რომ ჩემს გარშემო შევქმნა უსაფრთხო გარემო და კრიტიკულ სიტუაციებში და კრიტიკული სიტუაციების დროს ვიმუშაო ეფექტურად და სწრაფად. მე ვარ მაკკვარის ხელია, 16 წლის და ჩემს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს პირველად დახმარების შესახებ. ზედაპირულად ყველა მიცის, მაგრამ აუცილებელია ჩემი აზრით, რომ უფრო გავეღრმავოთ ამის შესახებ ცოტა. მე ვარ ლაშა მულაური, 14 წლის და ჩემი აზრით, რომც ექიმი არ გამოხვიდა, მაინც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეს ძირითადი, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ კრიტიკულ სიტუაციებში. მე ვარ ნინო შუბიძე, 15 წლის და ჩემი მიზანი აღმოსვლის იყო უფრო მეტი გამოცდილების მიღება და ასევე განვითარება ამ კუთხით. გადავიდეთ მიზნებზე და мотивაციაზე. მიზნები რამდენიმე ეტაპად დავყავით თავის განმარტებებთან ერთად. სიცოცხლის პირველი მიზანი, სიცოცხლის გადარჩენა. პირველად დახმარების ცოდნის მიზანია გუნდის თითოეულმა წევრმა შეძლოს კრიტიკულ სიტუაციებში მოქმედება და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მეორე, უსაფრთხო გარემოს შექმნა. გაზარდოს გუნდის უსაფრთხოების ხარისხი სამუშაო ყოველდღიურ გარემოში. სასწრაფო დახმარების უნარების გამყარება მესამე. საჭიროების შემთხვევაში არც ერთმა არ დაკარგოს დრო ან დროებით პანიკაზე.
და სოციალური პასუხისმგებლობა. პირველადი დახმარების ცოდნა გუნდს საზოგადოებრივად უფრო პასუხისმგებლიან და დამხმარე ორიენტირებულ ჯგუფად აქცევს. ახლა მოტივაცია არის მაგალითად პირველი ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე, შესაძლოა ეს იყოს მაგალითად ოჯახის წევრი, მეგობარი ან საერთოდ უცნობი ადამიანი. მეორე არის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად სანამ პირველად დახმარების პროფესიონალები მოვლენ, მანამდე ჩვენს უნდა ჩვენს პირველი უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა დავუყნეთ რა სიტუაციებში. გუნდის კოლექტიური ძალა, როდესაც მთელი გუნდი ფლობს პირველად დახმარების უნარებს, ისინი ერთმანეთს უფრო ადვილად ენდობიან და ასე ეს ზრდის საერთო ერთიანობას გუნდის. მეოთხე არის პრაქტიკული უნარები ცხოვრებისთვის, ეს ცოდნა ნებისმიერ დროს შეიძლება რომ გამოგვაგდეს და არა მხოლოდ სამუშაოში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. კრიზისში ლიდერობა, პირველად დახმარების ცოდნა გვაძლევს საშუალებას იყო ლიდერი რთულ სიტუაციებში. საბოლოოდ ვიტყვი ჩვენ გუნდზე, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული და ჩვენ გვინდა პირველადი დახმარების სწავლა და ის ისახავს მისად, რომ სიცოცხლე გადაარჩინოს, უსაფრთხო გარემო შევქმნათ, უზრუნველყოთ ამ უსაფრთხო გარემო და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფად ვიმოქმედოთ. პირველადი დახმარების ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც შეიძლება ფლობდეს ნებისმიერი ადამიანი. ეს ცოდნა არ მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენას დაგვეხმარება, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო მომზადებულები და თავდაჯერებულები კრიტიკულ სიტუაციებში. ამიტომ სასურველია, რომ ყველა ადამიანმა გაიაროს შესაბამისი სწავლება და პერიოდულად განახლოს თავის ცოდნა. მადლობა ყურადღებისთვის, თუ არის კითხვები, თუ არის თუნდაც. თქვენ უკვე შეხედეთ, როგორი ძლიერები არიან სხვა გუნდები, არა? და დარწმუნებული ვარ, იმდენად ჭკვიანი ბავშვები ხართ, რომ ეხლა ფიქრობთ, რა არის თქვენი უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. შეგიძლიათ აი რამე ესეთი უნიკალური გამოყოთ, როდესაც ნამდვილად გძნობთ, რომ ძლიერი ხართ. როგორ? მარტივად თანხდებით ყველაფერზე, არ ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ წავსულიყავით რაღაცა მაგალითად ან სხვა სახელის გამო, სხვა დევიზის გამო. და ეს პროფიტი უპირატესობა. შეხორეთ რაიმე განსხვავებული კიდე თანხები. ყველა ვართ ჩართული ყველა ნაწილში, მაგალითად ერთმა სახელი აირჩია, მეორემ სლოგანში დაგვეხმარა, პრეზენტაციის აწყობა, ყველა არის ჩართული თვითონ ჯგუფში და არავინ არ არის გამოთვლილი. დავამატებ ერთ იმას, რომ ჩემი აზრით ახლა გუნდური ასე ვთქვათ შეჯიბრებების დროს ყველაზე მეტად რაც უჭირდება არის გუნდში ერთიანი მუშაობა. რაც ვფიქრობ ჩვენ შემთხვევაში გამოიკვეთა, იმიტომ რომ გუნდი ყოველთვის შეთანხმებულად მუშაობთ და იმ თუნდაც პრაქტიკული სამუშაოების დროს ჩვენ არ გვექნება პრობლემა იმაში, რომ რაიმე ჭობა იყოს იმის შესახებ, ვინ რა როდის როგორ გააკეთოს, ყველაფერს დარწმუნებული ვარ, გადავინაწილოთ ძალიან სწრაფად და ეფექტურად. ალბათ გაგიგებთ ხომ რომ სტეჰოპერები საქმე და როგორ შეგვიძლია რომ პასატრაკე ახლა აი შემიძლია სტეჰოპერები იმუნური უჯრედებია რომლებიც ინფექციასთან საბრძოლო და სხვა იმუნურ უჯრედებს ააქტიურებენ. ვიფიქრეთ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედები ნამდვილად სტეჰოპერები არიან, რადგან რომანესუშელები ნამდვილად ვერ შეუძლებოდით მიცერც ინფექციას, ამიტომაც ვფიქრობ რომ ჩვენი გუნდიც ასეთ პოზიციაში იქნება, გუნდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ჩვენს კურსებში, ამიტომაც გავაკეთოთ რომ ჩვენს გუნდს ეს სტეჰოპერები დავაყოთ. ახლა გავაცნობთ ჩვენი ჯგუფის ლიდერს და წევრებს. ლიდერად არჩიეთ ეკატერინე ასათიანი და ახლა გუნდის წევრებზე გასაუბრებით. გუნდში ვარ სულ 7 ჯგუფელი. ყავს ანა ჯიმიკაშვილი, ეკატერინე ასათიანი, მარიამ გობედიშვილი, ანა მექსუბიძე, მელანა ჯოლაყიძე და ანა კაბაკაძე. მარიამ თეთრანის მე ახლა გავჩი მარიამ გობედიშვილი. ჩვენი мотивация და მიზანი. ჩვენი გუნდის мотивация და მიზანია ის, რომ ერთობლივი ძალებით და შრომით მივიღოთ საუკეთესო ცოდნა კვალიფიციური დახმარების გასაწევად.
აუცილებელია რომ დავმეგობრდეთ, გამოვაკლოთ კომუნიკაცია, განავითაროთ გუნდური მუშაობის უნარები და ჩვენს მეგობრებსაც გავუგებოთ კურსებში მონაწილეობის სურვილი. ჩვენი გონი არის, ჩვენი გუნდი არის საერთო მიზნებზე ორიენტირებული, პასუხისმგებელი, მონდომებული და შრომის მოყარე. საბოლოოდ გუნდის დევიზია, რომ ჩვენში ეკიპება სუპერგუნდი გეხმარება. ეს არის მედიანის გამოტოვე. საწერია დევიზია. სამი ორიენტირება ყველა მიბრალოდ ხარ. სამი ჩვენში ეკიპება სუპერგუნდი გეხმარება. Bravo. Მიკი გამოიჩინე. და პრეზენტაციაში ვილაპარაკებთ ძალიან რამეზე, მათ შორის გადაცნობთ ჩვენ სახელს და სლოგანს, რატომ ავირჩიეთ სახელი და მოდი დავუწყოთ. უფრო დეტალურად გასწავლეთ ეს პროექტი, ეს არის მოკლედ ჩვენს შესახებ გესაუბრებით, ასევე გუნდის სახელს გადაცნობთ, გუნდის სლოგანს, გუნდის მიზანს და შედეგის შეჯამებას. გარდა ამისა, წევრებსაც გადაცნობთ ახლა. ჩვენ ლიდერად ავირჩიეთ მარიამ ფოტორი, ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ლიდერი იქნება ჩვენთან. ასევე რადნა კოშვილი, ანა ხონიძე, ანასტასია ასლამაძე, მე ვარ თამარ კილაიძე და დღეს ორი ჯგუფის წევრი არ გვყავს. თამარ გაზდევიანი არ არის და ასევე არის სოფო კობიაშვილი. მოდით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ახლა ვისაუბრეთ სახელზე. ბევრი მსჯელობის შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ აგვირჩია News for One. YFS. იგივე ახალგაზრდების სიცოცხლისთვის. რატომ აგვირჩიეთ ახლა ეს რა არის აქ გადაუდებები დახმარება, ეს არის სიძვით სიცოცხლესა და სიცოცხლეს შორის. ამიტომ ჩვენ ვართ ეს ახალგაზრდები, რომლებიც ვართ ამ თემის სწავლების პროცესში. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ვეცდებით ამ თემაზე გამზადოთ ცნობიერება და ჩვენს მივიღოთ წვრილი ხალხის ცხოვრების განხილვაში. რასაც შემდეგ ჩვენი სლოგანიც ერთია. ჩვენი სლოგანი არის ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლის განხილვა. ეს ჩემი აზრით ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანის პრიორიტეტი და სლოგანი უნდა იყოს თვითონ ცხოვრების ადამიანი. როცა ვხედავ ადამიანს, ვიღაც არჩევს, შენს რომ ამ პროცესის თანამონაწილე ხარ, შენც კი ხარია და შენს ვახცებ ცნობ, რომ შენ რაღაცა დიდი გააკეთე და ამაყობ შენ ჯოში. ჩვენი მიზანი, რატომ მოდით მონაწილეობას ამ პროექტში? ჩვენ ამ პროექტში მონაწილეობას ვიღებთ, რომ შეგვეძლოს ხალხის დახმარება. ჩვენი მთავარი მიზანია გაიზარდოს საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის დახმარება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სლოგანი გაგვარჩია ესეთი რაღაც. ასევე ჩვენ გვინდა რომ შევისწავლოთ, უმეტესობას გვინდა რომ შევისწავლოთ მედიცინა. ამიტომ ეს ასევე დაგვეხმარება სამომავლო საქმეებში და პროექტებში, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენი მომავალი კარიერა. და რატის ნაშრომს დავამატებ იმას, რომ ჩვენ ჯგუფის წევრები, იმიტომ რომ ამ პროექტში გვიძრაობას, რომ პირველ რიგში გვიძრა დავუბრუნოთ ცოდნა იმ საკითხებში, რაც რეალურად გვაინტერესებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ პროფესიას შეესაბამება და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტისგან მივიღებთ იმას რეალურად, რაც გვინდა რომ მივიღოთ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილებიდან გამომდინარე, იქ მოვედით, სადაც რეალურად გვინდა და მოსვლა. რამე კითხვები ხომ არის? მე მაგითხრა შეიძლება. რას ნიშნავს იყო ლიდერი? აი ეს იგი გუნდის. მე ვფიქრობ, რომ შემდგომ მართლა ძალიან კარგი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ მიყვარს ჯგუფური მუშაობა, იმიტომ რომ თუნდაც სკოლების მაგალითზე რომ ავიღოთ, როდესაც ჩვენ სკოლაში სწავლობ და ხარ ჯგუფში და გიწევს ლიდერობა,
ბევრი ადამიანი მოსწავლე არის ისეთი, რომელსაც უბრალოდ ეზარება რაღაც გაკეთება, უნდა დააძალო, უნდა ამოქაჩო, მის მაგივრად უნდა გააკეთება. ეს პროექტი და ეს გუნდი ძალიან მართლა საუკეთესო გუნდი შემოხვდა, იმიტომ რომ ყველა ძალიან მოტივირებული არის, ყველა იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ყველა ხვდება, რომ თავისი საქმე თვითონ უნდა გააკეთოს და ჩვენ ყველას ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ ძალიან მაგარი არის ამ გუნდის ლიდერობა და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი გუნდი ვიქნებით და მოვიგებთ და იმედია მეც კარგი ლიდერი ვიქნები მათთვის. სახელს, როგორც ასპლეპიუსი, განმარტებას შედის ეროვნული წარდგენენ ჩვენს დევის და ასე შემდეგ. განმარტებას მე ვარ ანანა და მომწყვეტ სასნიშნავს ასპლეპიუსი. ასპლეპიუსი არის ბერძნული სიტყვა, რომელიც გამოხატავს მკურნალობის და მედიცინის ღმერთს, ასე ვთქვათ. მას გამოსახავენ როგორც ჯოხით ხელში, რომელზეც ამ ჯოხს შემოხვეული გველი და ეს სიმბოლო დღემდეც იხმარება მედიცინაში. გამარჯობა, მე ვარ ნიკა და მე წარგებდი ჩვენ სლოგანს. ჩვენი სლოგანი არის ერთი წამი ერთი გადაწყვეტილება მთელი სიცოცხლის ხსნა, იმიტომ რომ პირველად დახმარებაში ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი და ყოველ წამს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ შენ სიცოცხლეს იხსნის და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ ანა, მოგესალმებით და მე მინდა გადაცნოთ ჩვენი ჯგუფის წევრები. როგორც უკვე ახსენა ჩემმა ლიდერმა, ჩვენი გუნდი არის მეოთხე გუნდი და ლიდერად ავირჩიეთ მარიამი ფეშაშვილი და ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან ძლიერი, თავდაჯერებული, მიზანდასახული ლიდერი იქნება და ჩვენც ასევე ძალიან მიზანდასახულები, მონდომებულები ვიქნებით, რომ გავხდეთ გამარჯვებულები ამ პროექტში და რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ და რაც შეიძლება მეტი ცოდნა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, შევიძინოთ. ჩვენი გუნდის მოტივაციას ამისგან გაგაცნობ. ჩვენი გუნდის მოტივაცია არის, რომ ჩვენი ცოდნა გავაღრმავოთ და პირველად დახმარება შევისწავლოთ, რადგან ჩვენ მეუცხო ადამიანის, ჩვენი მეგობრის, ჩვენი ოჯახის წევრის სულ გახდომის დროს მოვხდინოთ სწრაფი რეაგირება, დავეხმაროთ ამ დაზარალებულს და გავზარდოთ მათი გამოჯანმრთელების ან ცოტა უარეს შემთხვევაში გადარჩენის შანსები. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს დავამატებ, ჩვენი გუნდი არის ძალიან მეგობრული, იმიტომ რომ პირველივე შეხვედრიდან, თქვათ, ურთიერთობიდან პირველ შთაბეჭდილება ისე დამჭირდა, რომ ძალიან მეგობრული მოხდები არიან. ასე ვთქვათ, შინაურული გარემო შეიქმნა, რაც ძალიან კარგი არის მუშაობისთვისაც და სწავლისთვისაც და ძალიან კარგი გუნდი არის შემდგომ. დავამატებ, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ამდენივე არმე მესიჯი ამგვარი ჩემს ცხოვრებაში. მოცენა რაღაცა დავამატო, სადღაც დაახლოებით 2 კვირა ერთმანეთს ვისმენთ და აი პირველივე გაცნობისას ერთმანეთს ეგრევე აი ასე ვთქვათ, აი შევერთდით და ისე კარგად გავიცანეთ ერთმანეთს, რომ აი ასე მალე ადამიანთან მე ასეთი ურთიერთობა არ გამჩენია, ანუ ისე კარგად გავიცანეთ ერთმანეთი, ყოველდღე თითქმის ჩაჩი ვიწერებოდით, განვიხილავდით იდეებს და ძალიან ასე ვთქვათ გამიხარდა, რომ ასეთი კაი გუნდი შეხვდა და ასეთი კაი ბავშვი. ძალიან კარგი სისტემა ჰქონდა არჩევებისთვისაც, სახელი, სლოგანი, ყველა მიიღო მონაწილე, ყველა თავისი აზრი გამოთქვა და მე უმრავლესობის ხმით, ასე ვთქვათ, ავირჩიეთ. ვისი იდეა იყო? რა? სლოგანი. სლოგანი იყო ნატასიბური იყო, მიტას იყო. ასე ვთქვათ, რამდენიმე იყო და შემდეგ მიტას იდეა გავიჩინე. იკეთე. წარმატებები. წარმატებები.